სალამი, მოგესალმებით, ჩვენ ვიწყებთ ახალი წიგნის და ახალი ავტორის ქართულ ენაზე ატვირთვას. მისი სახელი არის ალისტერ მაკგრათი, არაგვერიოს ალისტა ბეკში, რომელიც ალისტა ბეგი არის შოტლანდიური წარმოშობის და ის იმყოფება ამერიკაში და არის პასტორი. ასევე არის წიგნების ავტორი, მაგრამ ალისტა მაკგრათი ეს არის ჩრდილო ირლანდიელი წარმოშობის თეოლოგი, რომელიც ბრიტანეთში იმყოფება და ეს ცნობილი ავტორი არის წიგნების ავტორი. და ზუსტად მისი წიგნის ათეიზმის დაისის ქართულ ენაზე ატვირთვას ვიწყებთ ახლა ჩვენ. ათეიზმის დაისი, რომლის სრული სახელწოდება ურწმუნოების აღმავლობა და დაცემა თანამედროვე სამყაროში, ძალიან საინტერესო თემებს ეხება. და კერძოდ იმას, რომ დღეს ჩვენ გვაქვს სხვანაირი შემოტევა ათეიზმისა. ათეიზმის დაისი და ჩასვლა შეიძლება მოხდა, ჩასვენება, მაგრამ ის სხვადასხვა ფორმებით გვევლინება და ალისტა მაკგრათი როგორც ქრისტიანი, ყოფილი მეცნიერი, ყოფილი ათეისტი უკაცრავად და დღესაც მეცნიერი, სამი ხარისხი აქვს მე ავტობიოგრაფიასაც მოგაწვდით მის შესახებ, უკვე ქრისტიანული კუთხით იცავს და ქრისტიანებს გვაფრთხილებს, როგორ ავირიდოთ თავიდან თანამედროვე ათეიზმის ფორმები და სხვადასხვა გამოვლინებები, რაც ხდება. და ერთ-ერთი ალბათ თქვენს გაგიგიათ ესეთი ტერმინი რელიგიური ათეიზმი. ხო? და ჩვენთვისაც ძალიან აქტუალურია. აქ გაეცნობით ძალიან კარგ, ესე ვთქვათ, ისტორიულ მონაკვეთებს, რა გაიარა ევროპამ, მოყოლებული კლასიკური ბერძნული ხანიდან და განსაკუთრებით მე-18 საუკუნეს აღწერს, სადაც ეს რევოლუციების ხანა არის. მე ამ სარჩევსაც წაგიითხავთ, რომ უფრო დაინტერესდეთ თქვენ, იმიტომ წინ ძალიან საინტერესო თემები გველის ჩვენ, დღეს პირველ თავს და შესავალს განვიხილავთ და თქვენ დარწმუნდებით და მიხვდებით, თუ რამდენი რამე ჩვენ არ გაგვივლია და გზა, ესე ვთქვათ, ჩაგვიარა გვერდზე. რასაც გადიოდა ევროპა და დღეს რაც ხდება ევროპაში. რასაც დღეს მარტო აღვირახსნილობას უძახიან ესეთი ქართველი დილეტანტები და ვერ ხედავენ მის დადებით მხარესაც და საიდან წამოვიდა ეს უარყოფითი მხარეც, რაზე დააფუძნდა, როცა ჩვენ პირდაპირ ფეოდალური ხანიდან მოვადინეთ ტყაპანი ათეიზმში, საბჭოურ ათეიზმში, მარქსისტულ ათეიზმში და შემდეგ უკვე ნახეთ რელიგიურ ათეიზმში აღმოჩნდით ახლა, ხო, და ველურ კაპიტალიზმში. და ესეთი ავტორები ჩვენ გვეხმარებიან და მიუხედავად იმისა უნდა აღვნიშნო, რომ ალისტერ მაკგრათი ხომ განსხვავდება, როცა რეფორმაციას განიხილავს ჯონ მაკარტურისაგან და ბევრ საკითხებში შეიძლება ისინი არ ეთანხმებოდნენ, როცა მაგალითად ალისტერ მაკგრათი ცდილობს ხიდების გადებას კათოლიკეებსა და ანგლიკანებს შორის, ანგლიკანებსა და პროტესტანტებს შორის. რისი კატეგორიული წინააღმდეგიც არის ჯონ მაკარტური მაგალითად. ასევე ის არის ძალიან მაგარი ბიოგრაფი და სპეციალისტი, წიგნიც დაწერა კლაივ სტეიპ ლუისზე, რომელსაც ასევე ჯონ მაკარტური შიგადაში გაკრიტიკებს ხოლმე, ხომ თავის რაღაცა შეხედულებაში და მიუხედავად ამისა, ჩვენ არ გვინდა რომ შემოვიფარგლოთ რაღაცა ერთი ხედვით, როცა ლაპარაკია ქართულ თარგმნებზე და გვინდა ჩვენ მრავალ ავტორს გავეცნოთ, რათა უფრო მრავალფეროვანი გახდეს ჩვენი ხედვა და უფრო მეც გავეცნოთ იმ კუთხიდან დანახული, მაგალითად ეს არის ანგლიკანი პიროვნება, რომელიც არის პროტესტანტი, მაგრამ ასევე არის ანგლიკანიზმი, ისიც ძალიან ახლოს არის კათოლიციზმთან გარკვეულ საკითხებში. გარკვეულ საკითხებში შეიძლება ფორმა იყოს ეს ტრადიციული, როცა ეხება რელიგიას ინგლისზე, აქაც თქვენ მოისმენთ, როცა ინგლისის ისტორიას წავიკითხავთ და გადავთარგმნით. ასე რომ ეს ჩვენთვის ყველანაირად მომგებიანია და დანარჩენი თქვენზე იყოს ეს და თქვენ თვითონ მსმენელებმა ჩამოიყალიბეთ თქვენი სწორი შეხედულება, რომელი იქნება სწორი. მაგრამ ჩვენი მოვალეობა, ვინც დაუშვათ ქართულს თარგმნით, რომ მე ახლა დიდი არ მაქვს ფართო და რაც მაქვს დაუშვათ ჩემს ბიბლიოთეკაში და რაც მე წავიკითხე, რამაც ჩემზე ძლიერი შთაბეჭდილება და გავლენა მოახდინა, მე იმ ავტორებს ვირჩევ ხოლმე და არ მინდა მარტო ერთ ავტორზე ჩვენ შემოვიფარგლოთ ერთი ავტორით. ამ ავტორსაც რო დავამთავრეთ, მე შევეცდები კიდევ სხვა ავტორიც, რომელიც მეც მიმითითეს
რომ წამეკითხა და გავცნობილიყავი და მეც ძალიან წამადგა ამ პიროვნების ხედვა. აი მაგალითად შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ პიროვნება ალისტერ მაგრათიც ისეთ სიტყვებს იმეორებს, როცა ლაპარაკია პროტესტანტიზმში რომ წარმოიშვა და პროტესტანტიზმმა ხელი შეუწყო ათეიზმს. და ეს ნამდვილად ესე არის, ხო? როცა დაიწყო უკვე რენესანსიც, რეფორმაციაც და მე რა თქმა უნდა განმანათლებლობაც აქედან გამოდის და ჩვენ წავიკითხეთ, ხო, სპროულის მიდგომა, შეფერის მიდგომა ამ საკითხებთან. და ამბობს რომ აი ათეიზმიც აქ იშვა, აქ დაიბადა, რაც იგივე მაგალითად ილია მეორესგან მომისმენია. ილია მეორეს ცოტა აქ ინტერვიუები და ერთ-ერთ ინტერვიუში ზუსტად მაგას ამბობს, იმიტომ რომ ესეთი ინტერპრეტაცია აქვს ხო კათოლიკეებსაც და მართლმადიდებლebსაც, როცა ლაპარაკია რომ უფრო მეტად დაუშვათ რეფორმაციას მიაწერონ ამისი დაუშვათ მინუსი, რომ ათეიზმი იქიდან წარმოიშვა. აი ესეთ რაღაცები შეიძლება წავაწყდეთ, შეხვდეთ, მაგრამ ჩვენ არ უნდა შეგვაშინოს ამან და კარგი რაც არის, ჩვენთვის ნაყოფიერი რაც არის, ის ამოვიღოთ და ის რაც წმენას გაგვიზდის, გაგვიფართოებს ჩვენს თვალსაწიერს, ისტორია სხვანაირად შეგვახედებს და ჩვენს ქართულ რეალობაზე დაგვაფიქრებს კიდევ უფრო. რომ კიდევ ერთხელ ჩვენ უნდა დავფიქრდეთ, რომ რელიგია ესეთი ფორმით, როგორიც დღეს საქართველოშია და როგორიც იყო ევროპაში, როგორი ხელის შემშლელი იყო და რატომ გაჩნდა იქ ჯონ ლოკი, ხო? ჰობი, რა ვიცი, ყველანი ჰიუმი და ყველა ის ადამიანები, რომლებიც მე უკვე გერმანიაშიც იღებენ ხმას, საფრანგეთშიც და ზოგან ძალიან ძაფრი ხასიათი მიიღო ამან, ხო? რევოლუციებში გადაიზარდა და ნახეთ ინგლისმა როგორ ისწავლა თავის წარსულ შეცდომებზე, საფრანგეთმა ვერა, რუსეთმაც ვერა, მაგრამ ამერიკამ კარგად დაფიქრდა, როცა ლაპარაკი იყო უკვე დამოუკიდებლობის გამოცხადებაზე. ხომ რომ ინგლისელებმაც ნახეთ როგორ აღიარეს მათი დამოუკიდებლობა. აი ეს ყველაფერი დამაფიქრებელია, რომ ჩვენც არ აღმოჩნდეთ აი იმ გზაზე ახლა რაზეც სომხეთი მიდის მაგალითად, ხო, რაც საქართველოს გაიარა, ხო, რომ იგივე შეცდომები ჩვენ არ დაუშვა და დიდი და ესე თქვა დანაკარგებით არ შევხვდეთ ამ გლობალიზაციას და დემოკრატიას და საერთოდ ქრისტეს მეორედ მოსვლასაც. იქნება თუ არა საქართველოს როგორც სახელმწიფო ერთეული. ამაზეც არის ხო ლაპარაკები და ამაზეც არის ძალიან დიდი პოლემიკა. აი მოდით ახლა მოვისმინოთ ეს ათეიზმის დაისი, ურწმუნოების აღმავლობა დაცემა თანამედროვე სამყაროში. ალისტერ მაგრათი. ზოგმა მაგრატით გადათარგმნა, მე ქართულში გვაქვს თი და მე ჩავთვალე რომ მაგრათით დამეწერა. ეს არის 2004 წელი. ალისტერ მაგრათი დაბადებული 1953 წელს არის ცნობილი ჩრდილოინდიელი თეოლოგი, ანგლიკანი პასტორიც არის, მღვდელს ეძახიან და პრინცს ეძახიან, იქ გააჩნია როგორ არის ტერმინები და არის ქრისტიანი აპოლოგეტი. აპოლოგეტია, ესე იგი ქრისტიანობის მსოფლმხედველობის დამცველი, როგორიც იყო კლაივ სტეიპლ ლუისი, ფრენსის შეფერი, რა ვიცი, ნენსი პირსი, აცგარდაცვილი საწყალი, უნდა ვთქვათ, რავი ზაქარაია და ბევრი ასეთი ადამიანები. აი, რობერტ სპროულიც შეიძლება გარკვეულწილად მივიჩნიოთ აპოლოგეტადაც. როცა ჯონ მაკარტური უფრო ევანგელისტი არის. ხო, გამავრცელებელი ქრისტიანული მსოფლმხედველობის. რა თქმა უნდა, ისიც ეწევა აპოლოგეტიკას, მაგრამ მისი მთავარი ესეთი ძირითადი ეს არ არის დაუშვათ მიმართულება აპოლოგეტიკა. ის არის ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა მეცნიერებისა და რელიგიის ურთიერთკავშირის კვლევაში. მაგრაც ოქსფორდის უნივერსიტეტის 3 დოქტორის ხარისხი აქვს და სახელი გაითქვა ისტორიული თეოლოგიის შესწავლითა და ახალი ათეიზმის წინააღმდეგ ქრისტიანობის დაცვით. ის თავდაპირველად მეცნიერებას სწავლობდა, ოქსფორდში მოლეკულურ ბიოფიზიკაში დოქტორის ხარისხი აქვს მიღებული, ახალგაზრდობისას მტკიცე ათეისტი იყო, ქრისტიანობა ოქსფორდში საბუნებისმეტყველო მეცნიერებების შესწავლისას აღმოაჩინა, ამან მისი გზა რადიკალურად შეცვალა. მას ოქსფორდის უნივერსიტეტისგან 3 სხვადასხვა დოქტორის ხარისხი აქვს მიღებული. ერთი, როგორც აღვნიშნეთ, მოლეკულურ ბიოფიზიკაში, მეორე თეოლოგიაში და მესამე ინტელექტუალურ ისტორიაში. წლების განმავლობაში ის იყო ოქსფორდის მეცნიერებისა და რელიგიის პროფესორი, ანდრეას იდროს პროფესორი, ესე არის ტერმინი, ამჟამად კი ემერიტუსია. ის საყოველთაოდ ცნობილია რიჩარდ დონკისთან, ეს ცნობილი ათეისტია და ათეიზმის დამცველი, დონკისთან დებატებითა და წიგნით დოკინსის ილუზია. მისი სახელმძღვანელო ქრისტიანული თეოლოგიის შესავალი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია. ასევე დაწერილი აქვს კლაივ სტეიპლ ლუისის საუკეთესო ბიოგრაფია. ის არის ქრისტიანული დოქტრინის ლექტორი ოქსფორდის ვაიკლიფის ჰოლში 95-დან 2004-მდე
და ვაიკლიფის ჰოლის რექტორიც. 1999-დან 2008-მდე ოქსფორდის უნივერსიტეტის ისტორიული თეოლოგიის პროფესორი იყო. 2008-დან 2014-მდე ლონდონის მეფის კოლეჯის, King's College რო უძახიან ლონდონის თეოლოგიის პროფესორი და 2014-დან 2022 წლამდე ოქსფორდის მეცნიერებისა და რელიგიის პროფესორია. და მე ახლა 22 წლიდან აღარ ეწერა რა იყო ეს მოვიძიე ავტობიოგრაფია. რაც შეეხება სარჩევი, ძალიან საინტერესო სარჩევი და მინდა გაგაცნოთ თუ რა თემები გველის წინ. ხომ შესავალი არის, მე მოდის ათეიზმის ოქროს ხანის განთიადი, ღმერთების კრიტიკოსები, კლასიკური ბერძნული ათეიზმი, გადასვლა თანამედროვე ეპოქაში, რომელსაც დღეს განვიხილავთ ჩვენ და მოვისმენთ და რევოლუციის ხანა მე-18 საუკუნეში და ამით დღევანდელი დღე დამთავრდება. შემდეგ ჩვენ გადავალთ უკვე პირველი ნაწილს ესე ასათაურებს და მე თავებადაც დავყავი და ნაწილებადაც აქვს მას დაყოფილი. და არის ორ ნაწილად გაყოფილი და პირველი ნაწილი იწყება ათეიზმის პიკით. რა თქმა უნდა, იქ ეწერა შუადღე, მაგრამ ცოტა შუადღე ნაკლებად მომცემია, ხო, ჩვენთვის, როდესაც ლაპარაკია შედარებები დღის იმაზე და ჩასვენებაზე, ხო, და ამიტომ მე დაისი, იცით, ხო, დაისი, ეს ავირჩია, ასე რომ ათეიზმის პიკი ესე დავასათაურე მე შუადღის ნაცვლად. ნაწილი პირველი თლიანად და მეორე თავი აქ იწყება საფრანგეთის რევოლუციით. ძალიან საინტერესოა, ხო? აქ არის ვოლტერი, კორუმპირებული ეკლესიის კრიტიკოსი, მერე ამერიკული რევოლუცია, რადიკალური რეფორმა ათეიზმის გარეშე, ფრანგული ათეიზმის აღზევება, წარუმატებელი ფილოსოფიური მცდელობები ღმერთის დასაცავად, მარკიზ დე სადი და ეროტიკული ათეიზმის წარმოშობა, ქრისტიანობის კრიტიკა, პირველი ეტაპი, ინსტიტუციური ათეიზმი, დექრისტიანიზაციის პროგრამა, საფრანგეთის რევოლუცია და ათეიზმი. შემდეგ მესამე თავში განვიხილავთ ინტელექტუალურ საფუძვლებს, სადაც არის ფოიერბახი, მარქსი, ფროიდი, საერო მღვდელმსახურება, ინტელექტუალის აღზევება, ღმერთი როგორც გამოგონება, ლუდვიგ ფოიერბახი, ღმერთი როგორც ოპიატი, კარლ მარქსი, ხო იცით, ოპიუმი ხალხისათვის ოპიატი, ღმერთი როგორც ილუზია, ზიგმუნდ ფროიდი. შემდეგი მეოთხე თავში ომი. ეს არის ომი ნატურალურ მეცნიერებასა და ათეიზმის პროგრესი. მეცნიერებისა და რელიგიის ომის წარმოშობა, ათეიზმი როგორც მეცნიერება, რელიგიური მტკიცებულის მოთხოვნა, ბრმა მესაათე, ცნობილი გახსოვთ გამოთქმა, დარვინი და უღმერთო სამყარო, მეხუთე თავში რელიგიური წარმოსახვის მარცხი, ვიქტორიანული ეპოქის რწმენის კრიზისი, განზრახ ათეიზმის დაბადება ბრიტანეთში, მერე ბუნება ტრანსცენდენტის დადასტურება ღმერთის გარეშე, შელი და ათეიზმის აუცილებლობა, შეუქცევადი ჯორჯ ელიოტი, ალჯერნონ ჩარლზ სვინბერნი, პროფანულის წარმოსახვითი ხიბლი, ისტორიული იესოს კვლევის მოძრაობა, კულტურა კრიზისში, რწმენის დაკარგვა. ეს ყველაფერი მეხუთე თავს მიეკუთვნება, მეექვსე თავში ღმერთის სიკვდილი, უღმერთო კულტურის ოცნება, დოსტოევსკი და აჯანყება ღმერთის წინააღმდეგ, ნიჩსე და ღმერთის სიკვდილი, კამიუ და ღმერთის აბსურდული დუმილი, ღმერთის სიკვდილის თეოლოგია, ღმერთის სიკვდილის თეოლოგია. ლიბერალური ქრისტიანობის თვითკვლელობა, ღმერთის აღსრულება, ათეისტური სახელმწიფო. მეშვიდე თავი, ეს უკვე დაისი იწყება, დაისი ეს რაც თქვით ჩვენ ათეიზმზე ალაპარაკი, ნაწილი მეორე აქედან იწყება და მეშვიდე თავში რელიგიის მოულოდნელი გამოცოცხლება. რწმენის დაკარგვა, პირადი თხრობა, შეჩერებული ინტელექტუალური საქმის ღმერთის წინააღმდეგ, სამყაროს ტანჯვა და ათეიზმი, ათეიზმის წარმოსახვითი მარცხი, ინტერესის აღორძინება სულიერში, 50-იანელთა ღირსშესანიშნავი შემთხვევა, ლაპარაკია პენტაკოსტელებზე, ნახეთ, ესეც ეხება პენტაკოსტელების ესეთ აღზევებას. მერვე თავში საკრალულთან კავშირის გაწყვეტა, პროტესტანტიზმი და ათეიზმი. წმინდასა და საეროს განქორწინება, პროტესტანტიზმის წარმოსახვითი მარცხი, ათეისტური გამოწვევა და პროტესტანტიზმის მომავალი. და მეცხრე თავში პოსტმოდერნულობა, ათეიზმი და რადიკალური კულტურული ცვლილება, თანამედროვეობის დაბადება, მრავალფეროვნების პოსტმოდერნული პატივისცემა, ათეიზმი და პოსტმოდერნობის გამოწვევა, ათეიზმის უხერხული შეუწყნარებლობა. და მეათე თავში ათეისტა აჯანყება, მადლინ მიუერიო, ოჰეირი და სხვები. მამა და შვილი ედმუნდ გოსი, ქალიშვილები და ვაჟები აივი კომპტონ ბარნეტი, დედა და შვილი მადლინ მიურეი ოჰეირი. მე-11 თავში იმპერიის დასასრული, ათეიზმის მიმზიდველობის გაქრობა. განმათავისუფლებლები და ჩაგვრელები, ათეისტური როლების შეცვლაზე, რელიგია და საზოგადოების შექმნა,
ინსტიტუციური ათეიზმი ხედვის წარუმატებლობა, ათეიზმის მუდმივი მნიშვნელობა, ნამუშევრების ჩამონათვალია მერე აქ მე-11 თავში ბოლო გვერდზე და ინდექსიც ბოლოში ინდექსიც არის მოცემული. ეს არის ჩვენი სარჩევი. აი მოდი დავიწყოთ ახლა შესავლით და პირველ თავზე გადავიდეთ. შესავალი. მომავლის იმპერიები იქნებიან გონების იმპერიები. 1953 წელს ჰარვარდის უნივერსიტეტში ომის დროს გამართული აუდიტორიის წინაშე ამ სიტყვებით უინსტონ ჩერჩილმა სადა გამოიხატა ის გარდამავალი პერიოდი, რომელიც მან დასავლურ კულტურაში აღმოაჩინა და რომელსაც უდიდესი გავლენა ჰქონდა ომის შემდგომ ეპოქაზე. ახალი სამყაროს დიდი ძალები არ იქნებოდნენ ეროვნული და ნაციონალური სახელმწიფოები, როგორც ეს იყო რომისა და ბრიტანეთის იმპერიის შემთხვევაში. არამედ ისინი იქნებოდნენ იდეოლოგიებით მართული სახელმწიფოები. მომავალში სწორედ იდეები და არა ერები დაიპყრობდნენ და დაატყვევებდნენ მომავალს. სოფლიოს დაპყრობის საწყისი წერტილი ახლა ადამიანის გონება იქნებოდა. შესაძლოა რომ ჩერჩილი უპირველეს ყოვლისა ფიქრობდა იმ სისტემების გასაოცარ ძალაზე, რომლებსაც იმ დროისათვის ფლობდნენ ნაციზმი და მარქსიზმი, საკუთარი თაობის, გონებისა და ერთგულების მოსაპოვებლად. მომავალში სწორედ ასეთი იდეები და არა ერები იქნებოდნენ ჩართულები ერთმანეთთან ომში. უდიდესი ასეთი თანამედროვე გონების იმპერია არის ათეიზმი. დადგენილია, რომ 1960 წელს სოფლიოს მოსახლეობის ნახევარი ნომინალურად ათეისტი იყო. თავისი აყვავების პერიოდში ეს იყო უზარმაზარი და მრავალფეროვანი იმპერია, რომელიც მოიცავდა მრავალ სამეფოს, თითოეულს თავისი განსხვავებული იდენტობით. თუმცა ყოველი მათგანი გაერთიანებული იყო ნებისმიერი ღვთაების, ზებუნებრივი ძალების ან ტრანსცენდენტალური რეალობის საერთო უარყოფით, რომელიც ზღუდავდა კაცობრიობის განვითარებასა და მიღწევებს. ათეიზმის სხვადასხვა ფორმით ვლინდება. მისი შესაძლებლობის სპექტრი ვრცელდება ღმერთის ან ნებისმიერი ზებუნებრივი არსების რწმენის საკმაოდ მსუბუქი უარყოფიდან ოფიციალური რელიგიური რწმენის, როგორც манипуляციური, ცრუს და მონად ქცეველის, უფრო მკაც და საქსტიკ უარყოფამდე. ათეიზმი თანამედროვე გაგებით ნიშნავდა ყველა სულიერი ძალისა და ზებუნებრივი არსების აშკარა უარყოფას, ან კიდევ ტრანსცენდენტალის, როგორც iluzიის, აღმოფხრის მოთხოვნას, რომელიც ზოგიერთისთვის ითვლებოდა როგორც შესაძლო რელიგიის მირაჟად და ნუგეშის მცემლად. ქრისტიანობა როგორც იქნა, ბოლოს და ბოლოს ჩანერგა დამამშვიდებელი შესაძლებლობა ცხოვრებისეული მწუხარების წინაშე. მაგრამ მისი დაუძინებელი კრიტიკოსები სულ უფრო მეტად ამტკიცებდნენ, რომ ეს iluzია ადამიანებს ხაფანგში აგებდა, ატყვევებდა და ატყუებდა. მისი შესაძლებლობის ნებისმიერი ინდექსით ქრისტიანობა ისევე როგორც ყველა რელიგია არასრულყოფილად ითვლებოდა. ინტელექტუალურად მისი ცენტრალური იდეები სასაცილო და დაუჯერებელი იყო. ხოლო სოციალურად კი რეაქციული და მჩაგვრელი. დადგა დრო, რომ ერთხელ და სამუდამოდ გამთავისუფლებულიყავით მისი მარწუხებიდან. იდეამ, რომ ღმერთი არ არსებობს, ადამიანის გონება და წარმოსახვა მთლიანად დაიპყრო. ათეიზმა კაცობრიობის იმ თაობებს, რომლებიც თავს რელიგიური წარსულის მიერ მენტალურად და ხშირად უნდა ითქვას, ფიზიკურადაც კი ტყვედ ითვლიდნენ, შესთავაზა ინტელექტუალურ განთავისუფლება და სულიერი შთაგონება. შეუძლებელია დასავლური კულტურის განვითარების გაგება ამ გასაოცარი ფენომენის გათვალისწინების გარეშე. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი იდეა ყოველთვის არსებობდა, მან თანამედროვე ეპოქაში სრულიად ახალი მნიშვნელობა შეიძინა, რომელმაც კაცობრიობას თავისი ძალაუფლებისა და ბედისწერის ახალი ხედვებისაკენ უბიძგა. მაგრამ ზემამ იმპერიაზე უკვე დაიწყო ჩასვლა. ჯერ კიდევ გაურკვეველია, როგორ იქნება ათეიზმის მომავალი, ან რა შეცვლის მას. თუმცა მისი მომხიბვლელი ისტორია არა მხოლოდ იმ ძალებს სპენს ნათელს, რომლებმაც ჩამოაყალიბეს თანამედროვე სამყარო, არამედ კაცობრიობის ყველაზე ღრმალ ტოლობებსა და მისწრაფებებსაც დაუდეს საფუძველი. ეს უახლესი კულტურული და ინტელექტუალური ისტორიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეპიზოდია, რომელიც ყოველთვის სავსეა დიდი მნიშვნელობით, ვინც კი ელემენტალურად ფიქრობს სიცოცხლის აზრზე, ან კიდევ კაცობრიობის მომავალზე. ეს წიგნი მიზნად ისახავს მოყვეს გონების დიდი იმპერიის აღზევებისა და დაცემის ისტორია და ის, თუ რა შეიძლება ვისწავლოთ მისგან. რამ განაპირობა მისი არსებობა, რა მისცა მას ასეთი სანდოობა და მიმზიდველობა ამდენი ხნის განმავლობაში და რატომ მან ბოლო წლებში, როგორც ჩანს, დაკარგა ამდენი ძალა? რატომ შეირყა ის? რა არის მისი მუდმივი მნიშვნელობა?
ეს წიგნი არის ერთგვარი გაფართოებული ფორმა 2002 წლის თებერვალში ათეიზმის შესახებ ისტორიულ დებატებზე სიტყვის გამოსვლისა, რომელიც ოქსფორდის კავშირში სოფლიოში ყველაზე ცნობილ დებატთა საზოგადოებაში მოხდა. დიდი დებატების დარბაზი სრულიად სავსე იყო 4 მომხსენებლის ერთმანეთთან და უზარმაზარ აუდიტორიასთან ვნებიანი კამათის მოსასმენად. იმის შესახებ, შესაძლებელია თუ არა ადამიანის გონების ღმერთისგან გათავისუფლება. უზომოდ მადლიერი ვარ ჩემი სამი თანამოსაუბრესი, პროფესორ პიტერ ატკინსის, დოქტორ სიუზან ბლეკმორისა და დოქტორ დევიდ კუკისათვის, რომ მათ ასეთი ნაყოფიერი პარტნიორობა გამიწიეს, რომ მათი საუბარი იყო ძალიან სტიმულირებადი, ხოლო მათი მეგობრობა კი დაუვიწყარი წინასწარ გამართულ დასამახსოვრებელი ვახშმის დროს. ოქსფორდის უნივერსიტეტი ყოველთვის აფასებდა დებატებს, როგორც აზროვნების წინსვლის საშუალებას. იმ მრავალი კითხვის გათვალისწინებით, რომლებიც ახლა ჩდება პოსტმოდერნულ კულტურაში ათეისტური მსოფლმხედველობის სიცოცხლის უნარიანობასთან დაკავშირებით, მართებული ჩანდა ამ დებატების გაფართოება ოქსფორდში შეკრებილი აუდიტორიის მიღმა. ეს წიგნი ვერაფერს ისეც ვერ გადაჭრის, მაგრამ სულ მცირე მას შეუძლია გააგრძელოს ჩვენი დროის ერთ-ერთი უდიდესი საკითხის განხილვა. ალისტერ მაკგრათი, ოქსფორდის უნივერსიტეტი. მე მინდა უბრალოდ სანამდე პირველ თავზე გადავალთ, გითხრათ, რომ მას ახასიათებს ძალიან გრძელი წინადადებების დაწერა. და ეს მიღებულია ზოგიერთი ავტორისათვის, იცით. მე შევეცადე ყოველთვის შემომოკლებინა წერტილით, რომ ის აზრი არ დარღვეულიყო, მაგრამ ხშირად სუნთქვაც მიჭირს ხოლმე ისეთი გრძელი წინადადებები, ამიტომ მომიტევეთ საუბრისას. თავი პირველი, ათეიზმის ოქროს ხანის განთიადი. ათეიზმის აღზევება და შემდგომი დაცემა ორი მნიშვნელოვანი მოვლენით არის განპირობებული, რომლებიც ზუსტად 200 წლით არის გამოყოფილი ერთმანეთისაგან. ესენია ბასტილის დაცემა 1789 წელს და ბერლინის კედლის დაცემა 1991 წელს. ორი სასტიკი ფიზიკური სტრუქტურა, რომელთაგან თითოეული მსოფლმხედველობის სიმბოლოს წარმოადგენდა, განადგურდა საზოგადოებისათვის. ამ დრამატულმა მოვლენებმა დასავლურ კულტურაში აქმის მასშტაბური ცვლილებები გამოავლინა. ისინი დასავლეთის ისტორიის მომხილველ პერიოდს აყალიბებენ, რომელშიც ათეიზმი უკვე აღარ იყო დასავლეთში თავაზიანი საზოგადოების საზღვრებში ყოფდა მხოლოდ ოდნავად უცნაური შეხედულება, არამედ ის მის დომინანტურ კულტურულ ხმად გადაიქცა. ბასტილის დაცემა უღმერთო სამყაროსათვის სიცოცხლის უნარიანობისა და შემოქმედებითობის სიმბოლოდ იქცა. ისევე როგორც ბერლინის კედლის დაცემამ მოგვიანებით სიმბოლურად გამოხატა, რომ ასეთი ადგილის არსებობა და მასში ცხოვრება კატეგორიულად მიუღებელი იყო. ისინი არც ათეიზმის დასაწყისს და არც დასასრულს აღნიშნავენ. უბრალოდ ისტორიკოს აძლევენ მოსახერხებელ სასაზღვრო პუნქტებს ამ იდეის ზრდის, აყვავებისა და თანდათანობითი დაშლის განსახილველად. ბასტილია იყო პარიზის აღმოსავლეთით მდებარე პირქუში შუა საუკუნეების ციხესიმაგრე, რომელიც საფრანგეთის მეფეებისთვის სახელმწიფო ციხეს წარმოადგენდა. საზოგადოების აზრით, ის ასოცირდებოდა ძალადობასთან, ჩაგვრასთან და წამებასთან, რომელსაც საფრანგეთის მონარქია იყენებდა ანდენის რეჟიმის ბოლო წლებში. მისი სქელი კედლები და მაღალი კოშკები ძველი სისტემის ძალას, მუდმივობასა და უსაფრთხოებას ასახავდა. ბასტილია ხელშესახები დადასტურება იყო ყველაფრის შეცვლის ნებისმიერი მცდელობის უშედეგობისა. მიდიელებისა და სპარსელების კანონების მსგავსად, საფრანგეთის სოციალური სტრუქტურა ქვაზე იყო ამოტვიფრული და მისი შეცვლა შეუძლებელი იყო. 1789 წლის ივლისის მოვლენებმა ეს უცვლელობის მითი გაანადგურა. იმ დღეს არა მხოლოდ უძველესი ციხესიმაგრე დაამხეს, არამედ მისი მკაცრი დესპოტიზმი, რომელსაც ის წარმოადგენდა, გამოაშკარავდა როგორც სუსტი და დაუცველი, თანაბრად დამარცხებისა და განადგურების უნარით. 1789 წლის 14 ივლისს დაახლოებით 1000 კაცისა და ქალისაგან შემდგარი შეერაღებული ბრბო მისი მძიმე კარიბჭისაკენ გაემართა. მარკიზ დე ლონი, ციხესიმაგრის გუბერნატორი, დარწმუნებული იყო, რომ მას შეეძლო მისი დაცვა 100-ზე მეტი მძიმედ შეიარაღებული კაცისაგან შემდგარი გარნიზონით. ბოლოს და ბოლოს კედლები 10 ფუტის სისქისა და 100 ფუტის სიმაღლისა იყო. ის ცდებოდა, რამდენიმე საათში ციხესიმაგრე დაეცა და გაბრაზებულმა ბრბომ დე ლონი ლინჩის წესით გაასამართლა. ქვის ნატეხები სახლში წაიღეს, როგორც სუვენირები იმ მოვლენისა, რომელმაც უდაოდ აჩვენა ხალხის ძალა, რომ შესაძლებელი ყოფილა ძველი წესრიგის დანგრევა. 2 დღის შემდეგ ეროვნულმა ასამბლეამ ბრძანა, რომ ბასტილის ციხე მიწასთან გაესწორებინათ. რაც საფრანგეთის რევოლუციამ დაიწყო, რუსეთის რევოლუციამ განაგრძო.
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ საბჭოთა კავშირის პოლიტიკურმა და სამხედრო ექსპანსიამ აღმოსავლეთის ევროპის დიდ ნაწილში ახალი წესრიგის დაწესება გამოიწვია და დასავლეთ ევროპაში კომუნისტური პარტიების შთაგონების წყარო გახდა. კედლით გაყოფილი ბერლინი აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის იდეოლოგიური კონფლიქტის მთავარი ადგილი იყო. 1961 წლის 13 აგვისტოს შუაღამის შემდეგ აღმოსავლეთ გერმანიის მთავრობამ 25,000 მილიციელი და სახალხო პოლიციელი განალაგა აღმოსავლეთ და დასავლეთ ბერლინებს შორის საზღვრის დასაცავად. სასწრაფოდ აღიმართა ეკლიანი მავთულ ხლართები, რომლებიც უნდა ჩანაცვლებულიყო უფრო მდგრადი აგურის კედლით, რომელიც ძლიერ გამაგრებულიყო ელექტროფიცირებული მავთულ ხლართებითა და ტყვიამფრ ქვევებით. მიუხედავად იმისა, რომ კედლის აგება აღმოსავლეთის ფაშისტური შემოჭრისაგან დასაცავად იყო განკუთვნილი, მისი რეალური მიზანი აღმოსავლეთ გერმანიის რეჟიმის დესტაბილიზაციის თავიდანაცილება იყო დასავლეთში მასიური ემიგრაციის გზით. რამდენიმე წელიწადში კედელმა სამუდამოდ გაყო ბერლინი ორ ქალაქად. მისი ნაღმები, ელექტროფიცირებული ღობეები და ავტომატური ტყვიამფრქვევის პოზიციები უფრო ღრმა ინტელექტუალური სისუსის ფიზიკურ სიმბოლოდ იქცა, ხოლო ბუნკერული მენტალიტეტი კი, რომელშიც აღმოსავლეთ ევროპის მარქსისტული სახელმწიფოები ჩავარდნენ, მათი სრული უნდობლობის სიმბოლოდ იქცა საკუთარი ხალხის წინაშე. თვითგამოცხადებული განმათავისუფლებელი ახლა ჩაგვრელად აღიქმებოდა. 1989 წლის თავისათვის უკვე აშკარა იყო ის ფაქტი, რომ მარქსიზმი დაკნინების მდგომარეობაში იყო ჩარჩენილი მთელ აღმოსავლეთ ევროპაში. ენთუზიაზმი და სანდობა დიდი ხანია უკვე განადგურებული იყო, დარჩენილი იყო მხოლოდ ფიზიკური შეზღუდვები, რომლებიც ახლა უკვე მიწასთან გასწორების პირას იყვნენ. ბერლინის კედლის დასავლეთ მხარეს თამამად ამოტვიფრული გრაფიტი აცხადებდა, რომ ყველა კედელი ოდესმე დაინგრევა. ყველა კედელი ოდესმე უნდა დაინგრეს. 11 სექტემბერს უნგრეთმა აღმოსავლეთ გერმანელებისათვის მეზობელი ავსტრიის გავლით დასავლეთში გასვლის ნებართვა დაუშვა. აღმოსავლეთ გერმანიაში რეფორმების ზეწოლის შეჩერება შეუძლებელი გახდა. 9 ნოემბერს აღმოსავლეთ ბერლინის ხელისუფლებამ გარდაუვალს შეურიგდა და დასავლეთისაკენ გადასასვლელი პუნქტები გახსნა. კედლის ნაწილები მალე 20 გერმანული მარკის ფასად იყიდებოდა. ესენი იყო საძულველი წარსულის სუვენირები, რომელთა დავიწყებაც არ შეიძლებოდა. ამ კედლის ნაწილები დღემდე ხელუხლებელი რჩება. ტყვიამფრქვევები და ნაღმების ველები აღარ არსებობს. მათი დანგრეული ნაგებობები ახლა სარეველებითაა დაფარული, რაც ადამიანური იდეების, მიმზიდველობის, წარმავლობის ძლიერი სიმბოლოა. მაგრამ კედლის ნაშთების დანახვა შეუძლებელია ისე, რომ არ გაგახსენდეს და არც ისე შორეული წარსული და რევოლუციის დიდება, რომელმაც როგორც ჩანს უკვე გარკვეულად მისი ძალაც ამოწურა. ეს ციგნი თანამედროვე ათეიზმის აღზევებისა და დაცემის შესანიშნავ ისტორიას მოგვითხრობს. სანაპირო ზოლს მოქცევითი ტალღის მსგავსად, ათეიზმი დასავლეთს დაეტაკა, მეტოქეები წალეკა და მერე თანდათან უკან დაიხია. 2 საუკუნის განმავლობაში ათეიზმი ჩრდილებიდან გამოვიდა, რათა დაეპყრო და მოხეხიბლა იმდროინდელი ეპოქის წარმოსახვა. ამ მოძრაობის ბედის შეცვლა ევროპის ისტორიაში შესანიშნავი მოვლენაა. მიუხედავად იმისა, რომ გვიანი ანტიკურობის სამყაროში უღმერთოების შესახებ ჭორი მოუსვენად ვრცელდებოდა, თანამედროვე ათეიზმს გააჩნია ინტელექტუალური წარმომავლობა და კულტურული დახვეწილობა, რაც მას კლასიკური პერიოდის მოგრძალებული და ფრთხილი ექსპერიმენტებისაგან მნიშვნელოვნად განასხვავებს. თავის ოქროსფერ ეპოქაში ათეიზმი სულ უფრო დახვეწილ, ძლიერ და გავლენიან გონების იმპერია წარმოიშვა. თანამედროვე ფორმებში ის უდავოდ არის ადამიანის ინტელექტის ერთ-ერთი უდიდესი მიღწევა, რომელსაც შეუძლია თაობების წარმოსახვის მოხიბლა. ყველა ასეთი მოძრაობის მსგავსად მასაც ყავს თავისი წმინდანები და შარლატანები, თავისი ხედვის მქონეები და შეშლილები, რომელთაგან ზოგიერთი ამ წიგნის გვერდებზე თვალსაჩინოდ იქნება წარმოდგენილი. ამ ინტელექტუალური რევოლუციის სრული ისტორიის მოყოლა ამ ნაშრომის ფარგლებს სცილდება. მას მხოლოდ დასავლური საზოგადოებისა და აზროვნების ნიმუშებში მომხდარი უზარმაზარ რყევებზე შეუძლია მიგმანიშნოს და ტრადიციული დასავლური კულტურის საფუძვლების შემრყევი ზოგიერთი ადამიანის მონახაზი გამოკვეთოს. შეუძლებელია დასავლური ისტორიის ამ უაღრესად შემოქმედებითი და მღელვარე ფაზის სრული ისტორიის მოყოლა რამდენიმე ასეულ გვერდზე. თუმცა, გონივრულად შეიძლება ვცადოთ მომენტალური კადრების სერია, კონკრეტული თემებისა და მომენტების შესწავლა, რომლებიც ნათელ სპენს მის ისტორიაში არსებული იდეების უფრო ფართო ნიმუშებს. როგორც არქეოლოგი მნიშვნელოვან ისტორიულ ადგილას თხრის ორმოს, ასევე ეს ნაშრომიც ათეიზმის შუადღის, ანუ მისი პიკის
თემატური კვეთების სერიას გვთავაზობს. მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე ათეიზმი მე-18 საუკუნეში გახდა ცნობილი, მისი წარმოშობა შეიძლება რომ მივიჩნიოთ მოხდა თავად დასავლური ცივილიზაციის გარიჟრაჟამდე. ამგვარად ჩვენი ისტორია იწყება ადრეული ბერძნული ისტორიის ნისლში, როდესაც სავარაუდოდ ბრმა პოეტმა მოყვა ტროას ომისა და მისი შედეგების ეპიკური ისტორია და ამით დაიწყო ოლიმპის დიდი ღმერთებისადმი რწმენის შერყევა. ღმერთების კრიტიკა, კლასიკური ბერძნული ათეიზმი. ძველი ტროას ადგილის აღმოჩენა ჰაინრიხ შლიმანის მიერ 1870 წელს ფოლკლორში შევიდა, როგორც მე-19 საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი არქეოლოგიური მიღწევა. თავის მემუარებში შლიმანი იხსენებს, თუ როგორ დასვეს იგი ბავშვობაში მამამისის მუხლებზე და უამბეს ბერძენი გმირების ისტორიები. უპირველეს ყოვლისა ის მოხიბლული იყო ისტორიის შორეულ ნისლში გახვეული სპარტის მეფის ცოლის ელენესა და ტროას პრიმოსის ვაჟის პარიზის პატივცემული სიყვარულის ისტორია და იმით, თუ როგორ გამოიწვია ელენეს გატაცებამ ომი, რომელმაც გაანადგურა ცივილიზაცია. ჰომეროსის დიდებულმა ისტორიამ ტროას ომის შესახებ შლიმანის თანახმად გამოაღვიძა იგი ძილისაგან და გააღვივა ვნება, ეძებნა ტროა და ამ შორეული ეპოქის სხვა დიდი ცივილიზაციების არსებობის არქეოლოგიური დადასტურება. მან ბიზნესი დაიწყო, რათა დაეფინანსებინა თავისი ვნება და გატაცება. გაეგო ტროას შესახებ სიმართლე და დაედასტურება მისი ადგილმდებარეობის შესახებ თავდაპირველი შეხედულებები. ძველი სამყაროს ცოდნის შეიარაღებულმა, რომელიც კლასიკის გულმოდგინე კითხვით მიიღო, მან აღმოაჩინა ტროას ორიგინალური ადგილმდებარეობა ჩრდილო-დასავლეთ თურქეთში და აღმოაჩინა მისი ზღაპრული საგანძური. შლიმანის დღიურების დაკვირვებით წაკითხვა ცხადყოფს, რომ ეს დიდწილად რომანტიკული სისულელეა. შლიმანის აღმოჩენები დიდწილად ინგლისელი არქეოლოგის ფრანკ ალბერტის ნაშრომის მითვისებით იქნა მიღწეული. თუმცა მიუხედავად მისი სამეცნიერო ცოდნისა, შლიმანის ნაშრომი მიუთითებს ძველი სამყაროსადმი ღრმა პოპულარულ გატაცებაზე, რომელიც დასავლური კულტურის განუყოფელი ასპექტი იყო. ჰომეროსის დიდი ეპოსები ილიადა და ოდისეა, რომელიც ტრადიციულად ძველი წელთაღრიცხვით მე-9 საუკუნეს მიეკუთვნება, ტროას ომისა და მისი შედეგების ისტორიას იმდენად დამაჯერებლად მოგვითხრობს, რომ ისინი დასავლური წარმოსახვის მემკვიდრეობით მიღებული ტრადიციის ნაწილი გახდა. ისინი ასევე ფუნდამენტური მნიშვნელობისაა ჩვენი თემისათვის, რადგან ჰომეროსის ღმერთები გახწნილები, ამაოები და ეგოისტები არიან. ზუსტად ისეთები, როგორიც შეიძლება რომ ადამიანურ გონებამ შუას, რომელსაც შემდგომი ეპოქა ბავშვურად და სამარცხინოდ გამოაცხადეს. ჰომეროსის მიერ ოლიმპოს მთაზე მომხდარი წვრილმანი კამათისა და კაცობრიობის ისტორიის მათი მავნე ზემოქმედების უღივ ღამო აღწერა ყველაზე უკეთესად ილიადაშია ნაჩვენები. ეს ეპოსი, რომელიც სახელით სიტყვასიტყვი ნიშნავს პოემას ილიონის შესახებ, რაც ტროას უძველესი სახელია, აღწერს ამოქროს ხანის ბერძენი და ტროას გმირების მიღწევებს, როგორიცაა აგამემნონი, აქილევსი, ჰექტორი და პარისი. პოემა ომის ზოგიერთი ეპიზოდს უაღრესად დრამატულად აღწერს, რომელიც მოიცავს ადამიანური გმირებისა და ოლიმპოს ღმერთების რთულ ურთიერთქმედებას. მიუხედავად იმისა, რომ ორივე ილიადა და ოდისეა გადმოგვცემენ ღმერთების ჩარევაზე კაცობრიობის ისტორიის მოვლენებში, ღმერთების ჩარევას კაცობრიობის ისტორიის მოვლენებში, ეს ტენდენცია განსაკუთრებით გამოხატულია ილიადაში. მისი გმირები ხშირად გამოსახული არიან როგორც იდეების მაძიებელი ინდივიდუალისტები, დაუნდობლები და თანამედროვე სტანდარტებით სასტიკები, რომელთა მორალური კოდექსიც განპირობებულია მათი სიმამაცისა და პატივის საჯარო დემონსტრირების აუცილებლობით. ამ გმირების საქმიანობა ოლიმპიელი ღვთაებების მუდმივი ჩარევის ფონზე ვითარდება. ეს მუდმივი ჩარევა კაცობრიობის საქმეებში ასახავს ინტენსიურ მეტოქეობასა და კამათს ოლიმპოს მწვერვალებზე, რადგან ღმერთები ცდილობენ დედამიწაზე თავიანთი ფავორიტების ბედის გაუმჯობესებას. სიტუაცია გაცილებით საინტერესო ხდება ჰომეროსის ვარაუდით, რომ ღმერთები ისეთივე ვნებიანები არიან, როგორც მათი მოკვდავი და აქვთ გაძლიერებული სექსუალური მადაც, რაც მათ დედამიწის ზურგზე ხეტიალსა და სასურველ მოკვდავებთან სექსუალურ კავშირს აიძულებს. ვინც კი მათ გზაზე შეხვდებათ, ისინი ცდილობენ რომ დაამყარო მათთან სექსუალური ურთიერთობა. შედეგად ბევრ მოკვდავ გმირს ჰყავს ღვთაებრივი მშობლები, რომლებიც ეხმარებიან და იცავენ მათ. ჰომეროსი რეგულარულად ასახავს ისეთ ღმერთებს, რომლებიც ახდენენ სიტუაციების მანიპულირებას მათი ფავორიტების სასარგებლოდ.
ზევსისა და ევროპას კლასიკური მითი ლამაზად ასახავს ამ უკვდავების გაუმაძღარ სექსუალურ მადას და მის გავლენას მათ ურთიერთობაზე კაცობრიობასთან. ევროპა იყო ფინიკის მეფის აგენორის ლამაზი ქალიშვილი. მისი სილამაზის შემცნევისას ზევსმა ისე უპასუხა, როგორც მხოლოდ მას შეეძლო, ვისაც ძარღვებში ტესტოსტერონის ოლიმპიური დონე ჰქონდა. ის გადაიქცა მოხდენილ და ლამაზ ხარად და მიუახლოვდა ევროპას და მის თანამგზავრებს, რომლებიც ზღვის სანაპიროზე თამაშობდნენ. ევროპა არაგონივრულად მოიქცა, რომ ხარზე ამხედრდა, რომელიც შემდეგ კრეტას კუნძულისაკენ გაცურდა. აქ ზევსმა გამოავლინა თავისი ნამდვილი ვინაობა და კიდევ ერთი ჭდე დაამატა თავის საწოლის ბოძს. დროთა განმავლობაში ევროპამ სამი ვაჟი გააჩინა: მინოსი, რადამანთისი და სარპედონი. თითოეულ მათგანს ახლა უკვე ჰქონდა ზევსის განსაკუთრებული კეთილგანწყობისა და მფარველობის უფლება, რაც კიდევ უფრო ართულებდა ღვთაებრივი ჩარების დინამიკას წინწიერ საქმეებში. ჰომეროსი განსაკუთრებით კაცრად აკრიტიკებს ქალი ღვთაებების ეთიკას. ეს ჩანს პარიზის განკითხვის სახელით ცნობილ ინციდენტში. ათენა, ჰერა და აფროდიტე აქ გამოსახული არიან როგორც მონაწილეები იდას მთაზე სილამაზის კონკურსში, რომელსაც ტროას პრინცი პარიზი აფასებს. როგორც ჩანს, მათი ხიბლის უხერხულად საფუძვლიანი შესწავლის შემდეგ პარიზი გამარჯვებულის გვირგვინს აფროდიტეს ანიჭებს. ამ მომენტიდან მოყოლებული აფროდიტე დაუოკებლად და ძლიერად ერთგული ხდება ტროელების. ტროას პრინციპის მიერ საჯარო დამცირების შემდეგ უკვე გასაკვირი არ არის ის ფაქტი, თუ ათენა და ჰერა მთელი ომის განმავლობაში ბერძნების ხელით რატომ აპირებენ შურიზიებას ტროელებზე. ჰომეროსისთვის ღმერთები ისეთივე უკვდავი ადამიანები არიან, რომლებიც ავლენენ და ერთვებიან იმავე ემოციებში, მანკიერებებსა და ძალაუფლების თამაშებში, რასაც ჩვეულებრივი, მიწიერი და მოკვდავი ადამიანები აკეთებენ. მალევე ირკვევა, რომ უკვდავება ნიშნავს არსებობის უსასრულო ხანგრძლივებას და არა მორალური თვისებების უსასრულო პროექციას. არ არსებობს საზღვრები იმისა, თუ რა შეუძლიათ ღმერთებს ნებისმიერი დროის განმავლობაში რომ მოიმოქმედონ. ჰომეროსი ხშირად იუმორისტულად მოიხსენიებს ღვთაებრივ საქმიანობას და მიანიშნებს, რომ ისინი ძალიან სერიოზულად არ უნდა იქნას აღქმული. თუმცა ილიადას უფრო ღრმა, შესაძლოა უფრო მამნებელი ასპექტიც აქვს. რაც ალბათ ყველაზე უკეთესად ჩანს პირველი წიგნის ცნობილი სცენიდან, სადაც აქილევსი განიხილავს იმას, მოკლას თუ არა თავისი მეტოქე აგამემნონი. აქილევსის გადაწყვეტილებამ, რომ არ მოეკლო აგამემნონი, წარმოდგენილია როგორც ქალღმერთ ათენას საკმაოდ ახირებული პირადი ჩარევის შედეგი. მისი გადაწყვეტილებაში არ ჩანს არანაირი ადამიანური ეთიკური ნორმა აღირებულება. როგორც ჩანს ადამიანური მორალის საფუძველი, ეს ღმერთებისადმი მორჩილება იყო. ჰომეროსისათვის ეს ღმერთები ეგოცენტრულები, ეჭვიანები და წვრილმანი ტირანები არიან. ვის შეუძლია სერიოზულად დააფუძნოს ეთიკა ასეთი არსებების პირად ამაოებაზე? ჰომეროსის ღმერთები არიან ადამიანები, რომლებიც დიდი ასოებით არიან დაწერილი, სავსე მანკიერებითა და სათნოებით. ისინი არა მხოლოდ კაცობრიობაზე მორალურად აღმატებულები არიან, არამედ ასევე არიან ადამიანური სისხლთვის უკვდავი ანალოგიებიც. მათზე დაწესებული ერთადერთი შეზღუდვები მათი საქმიანობის კონკრეტული სფეროებია. მაგალითად, პოსეიდონი როგორც ზღვის ღმერთი, არესი როგორც ომის ღმერთი, ჰერმესი როგორც ღვთაებრივი მაცნე და აფროდიტე როგორც სექსუალური ნების ქალღმერთი. თითოეული ღვთაება სუვერენულია ამ პირადი რკალის შიგნით. მხოლოდ ამ წრის ნაწილში, მაგრამ ამის მიღმა ის უკვე უძლურია. თუმცა ასევე ამ რკალის შიგნითაც ღმერთებს შეუძლიათ იმოქმედონ სრულიად დაუსჯელად, ყოველგვარი გარეგანის შეზღუდვის ან საბოლოო პასუხისმგებლობის გარეშე. პასუხისმგებლობის მხოლოდ ადამიანური რამ არის და ღმერთები უკვე დიდი ხანია გათავისუფლდნენ ამ დამღლელი შეზღუდვებისაგან. ჰომეროსის ეშმაკური მინიშნებები ოლიმპოს შესახებ ბერძნებში ღმერთების მორალთან დაკავშირებით მზარდ შეშფოთებას აყალიბებდა. სულ უფრო მეტად ოლიმპოს ღმერთები ერთგვარ უხერხულობად, ძალადობით მართული წარსული ეპოქის უხერხულ შეხსენებად აღიქმებოდა. როდესაც პროტაგორამ ძველი წელთაღრიცხვით 454 წელს ქალაქ სახელმწიფოს ტურიონის მართვის კანონები დაადგინა, მან მოითხოვა მოქალაქეების საჯარო პასუხისმგებლობა, ურთიერთშეთანხმებული ღირებულებების საფუძველზე მომხდარიყო. ისინი არ იქნებოდნენ ოლიმპოს ღმერთების მსგავსი. ვის ქონდა სურვილი ასეთი გაღწილნი ღვთაებების აღიარების, ან და ვის მოუნდებოდა სერიოზულად მათ მიერ შექმნილი ცხოვრების წესისადმი მიბაძვა?
მიუხედავად იმისა, რომ ძველი საბერძნეთის საუკუნეების განმავლობაში კვლავაც პატივს მიაგებდა თავის კლასიკურ ღვთაებებს, მათი მორალური და ინტელექტუალური სანდობა სასიკვდილოდ შეირყა. ტერმინი ათეისტი ახლა გამოყენებაში შევიდა. ბერძნული ტერმინი ათეისტოს არა მხოლოდ იმას ნიშნავდა, რომ ის უარყოფს ზებუნებრივი არსების რეალობას, არამედ ის ასევე ნიშნავდა ისეთ რაღაცას, რომელიც უარყოფდა ათენის პრივილეგირებული ჯგუფის ტრადიციულ რელიგიას. ღმერთების არსებობის უარყოფა ბერძნულ საზოგადოებაში დასჯად დანაშაულად ითვლებოდა, რასაც სოკრატესადმი, რომელიც ძველი თათაყრის 469 წელს დაიბადა და გარდაიცვალა 399 წელს, წაყენებული ბრალდება და მისი იძულებით თვითმკვლელობა ცხადყოფს. კლასიკური ათენი შორს იყო თავისუფალი აზროვნების ცენტრისაგან, როგორც ამას გვიანდელი მწერლებიც გადმოგვცემენ. ის იცავდა თავის ღვთაებებს, თვლიდა, რომ ისინი მის იდეალებს განასახიერებდნენ. სოკრატეს ერთ-ერთი ბრალმდებლისათვის, მელიტოსისათვის, ამ ათეისტმა ფილოსოფოსმა ახალქის ახალგაზრდობა გაღწნა იმით, რომ ის ახალისებდა მათ, უარი ეთქვა და არ ერწმუნათ ქალაქის ღმერთებისათვის. თუმცა სოკრატე თავად არ იყო ათეისტი ამ ტერმინის თანამედროვე გაგებით. ისტორიის ერთ-ერთი ირონია ის არის, რომ პირველი ქრისტიანებიც ასევე ფართოდ იყვნენ ბრალდებული და მოხსენიებული ათეისტებად, მათი წარმართი კრიტიკოსების მიერ. ეს ხდებოდა არა იმიტომ, რომ ისინი უარყოფდნენ ღმერთის არსებობას, არამედ იმიტომ, რომ ისინი ეჭვქვეშ აყენებდნენ გვიანი კლასიკური სამყაროს წარმართული რელიგიური სისტემის ვალიდურობას. ისინი ასევე განსაკუთრებით არ ცნობდნენ რომის იმპერატორის კულტს, რომელსაც იმპერიის მოქალაქეები სულ უფრო ხშირად სცემდნენ ხოლმე თაყვანს, როგორც უზენაეს ღმერთს. როგორც ქრისტიანმა აპოლოგეტმა და მოწამემ იუსტინემ აღნიშნა, მეორე საუკუნეში მისი ბერძენი კრიტიკოსები მისნაირ ქრისტიანებს ათეისტებსაც კი უწოდებდნენ. რაც მართლაც რომ ვიყავით მათ სრულ ღმერთებთან მიმართებაშიო. მაგრამ ნამდვილად არ ვართ ჭეშმარიტ ღმერთთან მიმართებაში ჩვენ ათეისტებიო. ქრისტიანების უარი სახელმწიფო რელიგიურ კონვენციების დაცვაზე წარმოაჩენდა მათ როგორც პრობლემისა და პოტენციური რევოლუციის წყაროს, რასაც რომის ხელისუფლება არანაირად არ დაუშვებდა. აღმოსავლეთ რომის იმპერიის დიდ ქალაქებში იმპერიული კულტი იმდენად ძლიერი იყო, რომ გარდაუვალი იყო რაიმე სახის დაპირისპირება საერო ხელისუფლებასა და ქრისტიან ათეისტებს შორის. აქ ერთ-ერთი ყველაზე ხშირად მოყვანილი მტკიცებულებაა პლინიუს უმცროსის წერილი ტრაინიასადმი, რომელიც დაახლოებით 112 წლით დარიღდება ჩვენი წელთაღრიცხვით. ამ წერილში პლინიუს უმცროსი კომენტარს აკეთებს ქრისტიანების მზარდ რაოდენობაზე, რომლებიც უარს ამბობენ რომის იმპერატორის ხატის თაყვანისცემაზე. მიუხედავად იმისა, რომ პლინიუსი იუწყება, რომ მან ვერაფერი იპოვა იმაზე უფრო ბოროტი, ვიდრე გარყვნილი და ექსტრავაგანტული ცრურწმენა, მისი წერილიდან ირკვევა, რომ ქრისტიანობა ეჭვმიტანილი იყო იმპერატორის თაყვანისცემაზე უარის თქმის გამო, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ ის არსებული საზოგადოებრივი წესრიგის დამხობას ისახავდა მიზნად. მიუხედავად იმისა, რომ ნერონის დროს რომში ქრისტიანების დევნა მასშტაბური ხასიათის იყო, როგორც ჩანს, მას არ ჰქონდა პირდაპირ კავშირი იმპერიულ კულტთან. ეს მერე და მერე მომდევნო საუკუნეებში სულ უფრო მნიშვნელოვანი გახდა. ათეიზმი გაგებული იყო როგორც რომის იმპერიის ოფიციალური ღვთაებების თაყვანისცემაზე უარის თქმა და შესაბამისად ეს ითვლებოდა როგორც პოტენციური ამბოხება რომის წინაშე. მიუხედავად ამისა, ათეიზმს არ შეეძლო გვიანდელ კლასიკურ სამყაროზე ისეთი გავლენა მოეხდინა, როგორცაც ზოგი შიშობდა, ხოლო ზოგი კი ფარულად ნატრობდა ამას. რომელი მწერლები, როგორიცაა ლუკრეციუსი, დაახლოებით ძველი წელთაღრიცხვით 94 და 50 წელი, ამტკიცებდნენ, რომ რელიგია მხოლოდ ტერორს იწვევდა. მაგალითად, აგამემნონის შემთხვევაში, რომელიც ქალღმერთ არტემიდას შიშმა სრულად უიმიზეზო დაიძულა, თავისი ერთადერთი ქალიშვილის მსხვერპლად შეეწირა მისთვის, ეს ამის დამადასტურებელია. ლუკრეციუსის თქმით, ათეიზმი გამორიცხავს ასე ტერორს და საშუალებას გვაძლევს ყურადღება გამოვხილოთ ჩვენს გარშემო მოქმედ ბუნებრივ ძალებსა და პროცესებზე. ამ იდეებს შედარებით მცირე გავლენა ჰქონდათ იმ დროინდელ ეპოქაზე. თუმცა საუკუნეების შემდეგ ეს იდეები ახალ და უაღრესად დამაჯერებელ აუდიტორიას იპოვნის. უკაცრავად უაღრესად დამჯერ მიმდობ აუდიტორიის იპოვნის. შესაძლოა რომ მაშინ სამყარო ჯერ კიდევ არ იყო მზად გამოეცხადებინა ღმერთების სიკვდილი
თუმცა ეს დღე მაინც აუცილებლად დადგებოდა. ოღონდაც ეს უკვე იქნებოდა დიდი შურისძიებით. და ჩვენ გადავდივართ თანამედროვე ეპოქაში, იგივე თავში, თანამედროვე ეპოქაში გადასვლა. ან ტრანზიცია ინგლისურად, შეიძლება ესეც გადასვლა უფრო ქართული არის, ხო? ჩვენი ამბავი მოიცავს საუკუნებს, დაწყებული კლასიკური ეპოქიდან და დამთავრებული დასავლური ევროპით მე-17 საუკუნეში. ამ ეტაპისთვის ღმერთის რწმენა დასავლეთ ევროპული კულტურის ღრმად ფესვგადმული ასპექტი გახდა. ეკლესიის ინსტიტუტი ფართოდ აღიქმებოდა როგორც რეგიონზე სტაბილური გავლენის მქონე ფაქტორად. მე-16 საუკუნის დინმა პროტესტანტულმა რეფორმაციამ მასიური რელიგიური ცვლილებები გამოიწვია. მიუხედავად ამისა, ღმერთის რწმენაზე გავლენა არ მოუხდენა რეფორმის ამ მოთხოვნებს. რა უთანხმოებაც არ უნდა არსებობდეს კათოლიკებსა და პროტესტანტებს შორის, ისინი გაერთიანებულები იყვნენ ღმერთის ფუნდამენტურ რწმენაში. როგორც ვნახავთ, არსებობს რამდენიმე მიზეზი იმის დასაჯერებლად, რომ პროტესტანტიზმის აღზევებამ შესაძლოა გარკვეულწილად საფუძველიც კი ჩაუყარა ათეიზმის შემდგომ გამოსვლას წინა პლანზე. აი ჩვენ რაც ვახსენეთ ზემოთ საუბრის დაწყების წინ. თუმცა ეს მნიშვნელოვანი მოვლენა რეალურად უფრო რამდენიმე საუკუნის შემდეგ ჩაისახა. მიუხედავად ამისა, ათეიზმისადმი განახლებული ინტერესის თესლი უკვე დათესილი იყო. ეკლესიის ძალაუფლება, გავლენა და სიმდიდრე სულ უფრო და უფრო სკანდალურ საკითხად აღიქმებოდა, რომელიც სასწრაფო რეაგირებას მოითხოვდა. ბევრი იყო, ვინც თვლიდა, რომ ეკლესიის ძალაუფლება უნდა შეეზღუდათ და შესაძლოა გაეტეხათ კიდევაც. იმიტომ რომ ის დიდი ხანია უკვე ჩაგვრისა და ექსპლუატაციის აგენტად იყო გადაქცეული. რამდენად მნიშვნელოვანიც არ უნდა ყოფილიყო ის ბნელი საუკუნეების ქაოსის დროს, ევროპის ერთიანობის შენარჩუნების და ხშირად მყიფე მშვიდობის უზრუნველყოფისათვის, ეკლესია იმ პერიოდში სოციალურ, ინტელექტუალურ და პოლიტიკურ პროგრესს აფერხებდა. ეკლესიამ ლეგიტიმაცია მისცა ისეთ ძველ წესრიგს, რომელიც სულ უფრო მეტად აღიქმებოდა როგორც უუნარო ინსტიტუტად, რომელსაც შეუძლია რომ გაუმკლავდეს კაცობრიობის ისტორიაში ახალი ეპოქის ზეწოლასა და გამოწვევებს. როგორ შეიძლებოდა კაცობრიობის თავისუფლება წარსული სიმტყეობისაგან, რომელიც როგორც ჩანს, ეკლესიის მიერ იყო გამყარებული და ლეგიტიმირებული? ამ სიტუაციის მოსაგვარებლად ორი ვარიანტი არსებობდა. პირველი, რომელიც მე-16 საუკუნის დასაწყისში მიიღეს პროტესტანტმა რეფორმატორებმა, როგორიცაა მარტინ ლუთერი 1493-1546 წელი, ჩრდილო-აღმოსავლეთ გერმანიაში ჰულდრიხ ცვინგლი 1484-1531 და ციურიხში უკაცრავად ჰულდრიხ ცვინგლი, ესე იგი აღმოსავლეთ გერმანიაში იყო მარტინ ლუთერი, ცვინგლი იყო ციურიხში შვეიცარიაზე ლაპარაკი და ჟან კალვინი კი ჟენევაში. ჟან კალვინი ფრანგი იყო წარმოშობით, მაგრამ ჟენევაში მოღვაწეობდა 1509-64. ეს წერილები ამტკიცებენ, რომ ეკლესიას ხელახლა უნდა აღმოჩენა თავისი თავდაპირველი ხედვა და გვერდზე გადაედო სიმდიდრის ძალაუფლების სტატუსისა და გავლენის პრეტენზიები და დაბრუნებული იყო ახალი აღთქმის უფრო მოგრძალებულ და ავთენტურ მოდელებზე. ამ მოძრაობის შესანიშნავი წარმატება განპირობებულია მრავალი ფაქტორი და ერთ-ერთი მათგანია განთავისუფლებისა და გაძლიერების განცდა, რომელიც მან მოუტანა დასავლეთ ევროპის ახალ საშუალო კლასებს, რომლებმაც საბოლოოდ იპოვეს თავიანთი დამცველი. ამ რეფორმაციის ისტორია თავისთავად მომხიბვლელია, მაგრამ ეს არ არის ის ისტორია, რომელსაც ჩვენ ამ ტომში მოვყვებით. ჩვენი ისტორია ეხება მათ, ვინც თვლიდა, რომ კაცობრიობის წარსულის ტყუებიდან განთავისუფლების ერთადერთი გზა იყო შეტევა იმ ინსტიტუტზე, რომელიც ამ ჩაგვრის საბოლოო მიზეზი იყო, ანუ ეკლესიაზე. ეს შეტევა მრავალი ფრონტით განხორციელდა, მათ შორის ეკლესიის ძალაუფლების შეზღუდვის, მისი უფლებამოსილების რეგიონალური დეცენტრალიზაციისა და სამხედრო ავანტურიზმის სრული დასრულების მოთხოვნით. მაგალითად, საფრანგეთის მეფემ ფრანცისკ I-მა 1517 წელს პაპის არმიების ბრძოლაში დამარცხების მარტივი ხერხით შეზღუდა პაპის ავტორიტეტი საფრანგეთში. ჰენრი ბერვემ ინგლისის იტალიისგან გეოგრაფიული სიშორის გამოყენებით 1530-იან წლებში მოახერხა პაპის ავტორიტეტის საკუთარი ავტორიტეტის ჩანაცვლება სამხედრო მოქმედების საჭიროების გარეშე. ყველას არ ქონდა ეკლესიის ბრძოლის ველზე ან პოლიტიკურ ასპარეზზე დამარცხების შესაძლებლობა. ახლა სულ უფრო მნიშვნელოვანი ალტერნატიული სტრატეგია გამოჩნდა იმ იდეების შეტევა, რომლებზეც ეკლესია იყო დაფუძნებული.
დასავლურ კულტურაში სულ უფრო მრავალრიცხოვანი და არტიკულირებული ჯგუფებისათვის ეკლესიის გადაჭარბებული გავლენის შემცირების საუკეთესო გზა მისი სწავლებების სანდოობის შესუსტება იყო. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი ათეიზმის მიზიდულობას მის მიერ შემოთავაზებულ პროგრესულ დაპირებებში ხედავდა, უმეტესობა მის მიზიდულობას ეკლესიის ინსტიტუტის შესუსტების და შესაძლოა სრული განადგურების უნარზე აკეთებდა აქცენტს. პარადოქსულად, თანამედროვე ათეიზმის ისტორიული სათავე უპირველეს ყოვლისა ეკლესიის ძალაუფლებისა და სტატუსის ვრცელ კრიტიკაში მდგომარეობს. ვრცელ კრიტიკაში მდგომარეობს და არა უხდო სამყაროს რაიმე მტკიცებულ მიმზიდველობაში. თუმცა ამ ვარიანტის შესწავლის გაგრძელებასთან ერთად ათეიზმმა დაიწყო ფილოსოფიური და კულტურული დახვეწილობის განვითარება, რაც მას თანამედროვე პერიოდის ერთ-ერთ უცვლელ ძეგლად გადააქცევდა. კლასიკურ პერიოდში პირველად განვითარებულმა მრავალმა ათეისტურმა იდეამ უკვე ახალი სიცოცხლე პოვა იმ ოქროს ხანაში, რომელიც იმ პერიოდში მის წინაშე გაიხსნა. ქრისტიანობის ფუნდამენტური რელიგიური იდეების გამოწვევა ახლა კიდევ უფრო მეტ საკითხებს ეხებოდა, ვიდრე ეს იყო უბრალოდ მხოლოდ ინტელექტუალური თავისუფლების განხორციელება. ის წარმოადგენდა უაღრესად მნიშვნელოვან საფრთხეს სტატუს კვოსათვის, რომელიც რევოლუციისა და ტრანსფორმაციის კარს გაუღებდა. მოკლედ რომ ვთქვათ, ეკლესია ხელს უშლიდა თანამედროვე პერიოდის განთიადის დადგომას. მაშინ საიდან დავიწყოთ? როგორ შეგვიძლია ეს მომხიბლელი ისტორია საუკეთესოდ მოყვეთ? ჩვენი კვლევის დასაწყებად ყველაზე აშკარა ადგილია მე-18 საუკუნე. რომელიც ფართოდ არის აღიარებული როგორც ათეისტური ექსპერიმენტებისა და რეფლექსიის ყველაზე შემოქმედებითი პერიოდი, რომელსაც ინტელექტუალური საფუძველი ჩაუყარა დასავლური კულტურის ტრანსფორმაციას უკვე მე-19 საუკუნეში. მე-19 და მე-20 საუკუნეებში. შემდეგი ქვეთავი არის რევოლუციის ხანა, მე-18 საუკუნე. და ამით ჩვენ დავამთავრებთ დღევანდელ ამ ნაწილს. ისტორიკოსების მიერ მე-18 საუკუნე ფართოდ განიხილება როგორც ერთ-ერთი ყველაზე დინამიური და საინტერესო პერიოდი ისტორიაში. ეს იყო ოპტიმიზმის ხანა, ატმოსფერო რევოლუციის სურნელით იყო გაშხენთილი. საუკუნის ბოლოსათვის უძველესი დოქტრინა, რომ აწყო განწირული იყო წარსულის შეცდომების გასამეორებლად, ნანგრევებად იყო ქცეული. როგორც ჩანს, წინ ახალი მამაცი სამყარო იდგა, ტრადიციის ბორკილებით თავისუფალი. ახალგაზრდა თაობა შეეძლო იმედი ჰქონოდა, რომ ისარგებლებდა თავისუფლების ხარისხით, რომელიც მათ მშობლებსა და ბებია-ბაბუებს ჩამოერთვათ. მაგრამ მათ ამის გაკეთება მხოლოდ იმით შეეძლოთ, რომ გაენადგურებინათ ყველაფერი ის, რაც მათ ამ გზაზე გადაეღობებოდათ. პოტენციური რევოლუციონერების მხრიდან ეჭვი არავის არ ეპარებოდა იმაში, თუ რა იყო იმ დროს კაცობრიობის პროგრესის უდიდესი დაბრკოლება. ეკლესია პროგრესის მტრად ითვლებოდა, რომელიც წარსულის ტრადიციებსა და კორუმპირებულ მონარქიებს ყალბ ღვთაებრივ ავტორიტეტს ანიჭებდა, რომლებიც მათზე იყვნენ დამოკიდებული იმ მცირე სანდოობის გამო, რაც მათ გააჩნდათ. ამ პრობლემის მასშტაბების აღქმა ევროპასა და მის ფარგლებს გარეთაც განსხვავებული იყო. მაგალითად, საფრანგეთში ეკლესიის ძალაუფლება პიკზე იყო ასული და შესაბამისად ათეისტური იდეებიც, რა თქმა უნდა, ყველაზე გავლენიანი კრიტიკის წყაროდ იქნა კრიტიკის წყაროდაც იქ გახდა ცნობილი. რომლებზეც ის საბოლოოდ იყო დაფუძნებული, მაგრამ ჩრდილოეთ ამერიკაში ათეიზმი არ იყო მიღებული სერიოზულად, როგორც სოციალური ტრანსფორმაციის საშუალება. გამოსავალი ეკლესიისა და სახელმწიფოს ურთიერთობის რადიკალურ რეფორმაში იმალებოდა, ანუ მის რეორგანიზაციაში, რომელშიც ბევრი ამერიკის აღზევების საფუძველს ხედავდა, როგორც დედამიწაზე ყველაზე გავლენიან ქრისტიანული ერისას. თუმცა ჩვენი ამბავი იწყება ბრიტანეთში, რომელიც განწირულია გახდეს ერთ-ერთი დიდი ლაბორატორია ახალი ნოვატორული სოფხედელობის იდეების შესამოწმებლად. მე-18 საუკუნის დასაწყისისათვის ბრიტანელი ინტელექტუალების უმეტესობამ დაკარგა მოთმინება ინსტიტუციური რელიგიის მიმართ. ინგლისის სამოქალაქო ომი 1642-59, რომელიც 7 წლის განმავლობაში გაგრძელდა, რომელსაც მონარქიის დროებითი დამხობა და ჩარლზ პირველის სიკვდილით დაჯა გამოიწვია, ფართოდ განიხილებოდა როგორც ძალიან არაინგლისური რელიგიური ექსტრემიზმის შედეგი.
პურიტანული თანამეგობრობა 1659-60 წლები, ესე რომ მოყვა ამას, ამ რევოლუციას მოყვა ხო პურიტანული ოლივერ კრომველზე ლაპარაკი, რომელიც ძალიან ახლოს იყო თეოკრატიასთან, ინგლისის ისტორიულად არასდროს ქონდა განცდილი. ის მწარე და არასასიამოვნო გამოდგა. აი ამ შეფასებაშიც რეფორმატორები და პროტესტანტები განსხვავდებიან ბატონი მაგრათის შეფასებისაგან. განსაკუთრებული უკმაყოფილება იყო იმის გამო, რომ მან აკრძალა ქლიავის პუდინგი, რომელიც შეიძლება ითვლებოდეს ინგლისის იშვიათ კულინარულ ტრიუმფად. ჩარლზ მეორის, რომელიც ტახტზე აღადგინეს 1960 წელს, ერთ-ერთი დამსახურება ის იყო, რომ ის სრულიად არათანაუგზნოდა პურიტანების რადიკალურ პროტესტანტიზმს. მის მმართველობა გარანტია იყო იმისა, რომ აღარ იქნებოდა მთავრობის მიერ დაწესებული რელიგიური აკრძალვები. შობა კვლავ აღინიშნებოდა, როგორც საჯარო დღესასწაული ქლიავის პუდინგთან ერთად. ეს მაგარი იუმორი აქვს ინგლისელებს, ხო? სხვა კულტურებისათვის შესაძლოა ცნუნებას წარმოადგენდეს ათეიზმისა და არაკორპორატიული აგნოსტიციზმის მიღება, პურიტანული თანამეგობრობის, რელიგიური შეუწყნარობისა და ფანატიზმის საპასუხოდ. მაგრამ ინგლისელების შემთხვევაში მათ გადაწყვიტეს, რომ დაებრუნებინათ და აღედგინათ ანგლიკანური ეკლესია. სავარაუდოდ იმ რწმენით, რომ ისინი იგივეს უკვე აღარ გაიმეორებენ. ჩარლზ მეორის დროს, რომელიც 1660 წლიდან 1695 წლამდე, ანუ 25 წელი მეფობდა, ანგლიკანიზმის აშკარად მორჩილი ფორმა გამოჩნდა, როგორც ინგლისური წყობილების რელიგია. ინგლისის ეკლესიას მოეთხოვდა ხალხის მოლოდინებისადმი მორჩილება და თავისი რელიგიური შეხედულებების თავისთვის შენახვა, სხვებზე თავს მოხვების ნაცვლად. თუმცა ჩარლზ მეორე რელიგიურად გაცილებით ნაკლებად მორჩილი აღმოჩნდა, ვიდრე ინგლისელები ამას მოელოდნენ. 1685 წელს მისი სიკვდილის წინ ჩარლზმა აღიარა, რომ ის რომის კათოლიკე იყო და არა ანგლიკანი. ამან ახალი რელიგიური დავა გამოიწვია, რამაც ინგლისს ახალი სამოქალაქო ომის საფრთხე შეუქმნა. ნამდვილი სურთულე ის იყო, რომ ჩარლზის ვაჟი, იორკის ჰერცოგი ჯეიმსი 1670 წელს რომის კათოლიკე გახდა. მას შემდეგ, რაც ინგლისის პარლამენტმა პროტესტანტიზმის ექსცესებისაგან თავის დაღწევა მოახერხა, მას უკვე აღარ ჰქონდა განწყობა, რომ დიამეტრულად საპირისპირო პრობლემას ისევ ახლიდან გამკლავებოდა. 1679 წელს, სასოწარკვეთილი მცდელობისას, რომ თავიდან აეცილებენ ინგლისის ახალი რელიგიური კონფლიქტი, თემთა პალატამ გამოაცხადა, რომ იორკის ჰერცოგი ჩამოშორებული იქნებოდა ტახტის მემკვიდრეობისაგან. თუმცა ლორდთა პალატამ ეს კანონი დაუყოვნებლივ გააუქმა. ჩარლზ მეორის შემდეგ ტახტი მისმა ვაჟმა დაიკავა, რომელმაც როგორც ჯეიმს მეორემ დაუყოვნებლივ და ღიად აღიარა თავისი რომის კათოლიკური რწმენა. ჯეიმსის გადაწყვეტილება, რომ მის მიერ არჩეული კათოლიკე ფავორიტები სახელმწიფოში, არმიასა და უნივერსიტეტში გამორჩეულ თანამდებობაზე დაენიშნა, ფართო შეშფოთება გამოიწვია ინგლისის რომის კათოლიციზმზე გადასვლის შეთქმულების შესახებ მძვინვარე ჭორები გაავრცელა. ახალი რელიგიური სამოქალაქო ომი გარდაუვალი ჩანდა. თუმცა ინგლისური დიპლომატიისათვის დამახასიათებელი გამოსავალიც გამოჩნდა და უკვე ხელთ იყო ეს შესაძლებლობა. ჯეიმსის ქალიშვილი მერი ორანჟის პრინც უილიამ მესამეზე დაქორწინდა, რომელიც მტკიცედ იყო ერთგული პროტესტანტი და ტოლერანტობისა და კეთილშობილების რეპუტაციით სარგებლობდა ქვეყანაში. 7 წამყვანმა ინგლისელმა უილიამს საიდუმლო მიდგომა შესთავაზა, თუ ის ინგლისში შეიჭრებოდა, მას შეძლო მათი სრული მხარდაჭერის იმედი ჰქონოდა. თავდაპირველად ქარიშხლების გამო შეფერხებული უილიამსის შემოჭრის ფლოტი ინგლისისაკენ გაემართა 1699 წლის ნოემბერში. ინგლისის დასავლეთ ნაწილში ტორბეიში გადამოსვლის შემდეგ უილიამს არმია ლონდონისაკენ გაემართა და საბოლოოდ დედაქალაქში დეკემბრის ბოლოს ჩავიდა. მაშინ მისმა სტაბილურმა პროგრესმა ფართომასშტაბიანი გადახრები გამოიწვია, რომელიც იყო ჯეიმსის ხელისუფლების წინააღმდეგ გაჯანყებები. უბრალოდ დროის საკითხი იყო, სანამ ჯეიმსის ბედი სრულიად განწირული იქნებოდა. 1699 წლის იანვარში ის ინგლისიდან საფრანგეთში გაიქცა, ხოლო უილიამი და მერი თებერვალში ინგლისის მეფედ და დედოფლად გამოაცხადეს. მაგრამ ეს მოხდა მხოლოდ მას შემდეგ,
როდესაც ისინი დათანხმდნენ, რომ უფლებათა ბილს ხელს მოაწერდნენ. ბილი იგივე კანონია, რომელიც თავისუფალ არჩევნებსა და სიტყვის თავისუფლებას უზრუნველყოფდა. ამას მოყვა ტოლერანტობის აქტი იმავე წელს, რომელსაც ინგლისის ეკლესიის რელიგიური ალტერნატივების მაძიებლებს ხშირად დისიდენტებად მოიხსენიებდნენ, უფლება მისცა კანონის ფარგლებში შეენარჩუნებინათ თავიანთი შეხედულებები და რელიგიური თაყვანისცემა. ინგლისელებს უკვე აღარ სურდათ, რომ ოდესმე ისინი მსგავსი რელიგიური კონფლიქტის წინაშე კიდევ დამდგარიყვნენ. თუ ასეთი კრიზისების თავიდან აცილების საუკეთესო გზა არ იყო ის, რომ არც ერთ კონკრეტულ რელიგიას აღარ მინიჭებოდა უპირატესობა. არამედ ყველა რელიგიისათვის თანაბარი შემწყალობა გამოეჩინათ და არც ერთი განსაკუთრებულად არ ყოფილიყო დაფასებული. ეს იყო სწორედ ფილოსოფოს ჯონ ლოკის ტოლერანტობის შესახებ წერილში 1699 წელს გადმოცემული არგუმენტი. ამ ნაშრომში ლოკმა დამაჯერებლად წარმოადგინა განსხვავება ცნობიერების თავისუფლებასა და რელიგიური გამოხატვის თავისუფლებას შორის. ის ამტკიცებდა იმას, რომ არსებობს მკაფიო საზღვრები პირად რწმენა ურწმუნოებასა და სოციალურ პოლიტიკურ არჩევანს შორის. მიუხედავად იმისა, რომ ჯონ ლოკი მომხრე იყო რელიგიურ საკითხებში რაციონალური პერსპექტივა წახალისებული იყო დარწმუნების გზით, ის მტკიცედ აწინააღმდეგებდა ძალის გამოყენებას ასეთ საკითხებში. ლოკი რელიგიის სოციალური როლის შესახებ პრობლემას არ პასუხობს ათეიზმის ხარდაჭერით, არამედ ის მომხრე იყო ეკლესიის უფლებების შეზღუდვების დაწესებით, რომელიც შეზღუდვებიც დააყენებდა დღის წესრიგში იმას, თუ რამდენად შეიძლებოდა რელიგიის ჩართვა საზოგადოებრივ ცხოვრებაში. რაც მერე მომავალში ეკლესიისა და სახელმწიფოს ამერიკული კონსტიტუციით გამიჯვნის მნიშვნელოვანი საფუძველი გახდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ამ პერიოდში ქრისტიანობის ფუნდამენტური იდეების მნიშვნელოვანი კრიტიკა უკვე დაწყებული იყო, მე-18 საუკუნეში რწმენის მნიშვნელოვანი ეროზია არ მომხდარა. მართლაც შოტლანდიელმა ფილოსოფოსმა დეივიდ ჰიუმმა 1711-76, რომელსაც ხშირად მოიხსენიებენ როგორც ათეიზმის აღზევაზე მნიშვნელოვან გავლენას, ერთხელ აღნიშნა, რომ მას არასდროს შეხვედრია ათეისტი. ეს საინტერესო კომენტარი არ იყო განკუთვნილი ჰიუმის შეზღუდული სოციალური ცხოვრების ან მისი ნაცნობების წრის თავისებურების შესახებ, არამედ ინგლისში იმ პირების არარსებობის შესახებ, რომლებიც მზად იყვნენ ამ დროს საკუთარ თავის ამგვარად განსაზღვრისათვის. ანუ ათეისტი რო ეწოდებინათ საკუთარი თავისათვის. ინგლისში არ მოიძიებოდა ეს. და ბრიტანეთში. ჰიუმი აუცილებლად შეხვდებოდა ასეთ ადამიანებს პარიზის განმანათლებლობის ეპოქის დახვეწილ სალონებში. მას შემდეგ, რაც 1764 წელს ბრიტანეთის საელჩოს მდივნად დაინიშნა, რამაც განაპირობა ბარონ დი ჰოლბახის ცნობილი შეკრებებზე რეგულარული ვიზიტები ਰੂ როიალზე. თუმცა ბრიტანეთში ათეიზმი იმ დროს მაინც ოდნავ ექსცენტრიულად და სახიფათოდ ამბოხებად აღიქმებოდა. დრამატული გადასვლა, რომლის შედეგადაც ათეიზმი განმანათლებლობის უდიდეს მიღწევად და ყველაზე საამაყო სატრაბახოდ აღიქმებოდა, ჯერ კიდევ რამდენიმე ათწლეულით იყო დაშორებული. თუმცა ეს მოხდებოდა შურისძიებით. ნაწილობრივ ათეიზმის მიერ ფართო მხარდაჭერის მოპოვების წარუმატებლობა ბრიტანეთში ამ დროს ასახავდა ზოგიერთი ქრისტიანული რეაქციის ხარისხს დეისტური რწმენის კრიტიკაზე. განსაკუთრებით ეპისკოპოს ბატლერის რელიგიის ანალოგიაზე 1736 წელი ბატლერმა აჩვენა, რომ თავად დეიზმი გარკვეულწილად არამყარ ფილოსოფიურ საფუძველს ებუსნებოდა და ასევე წამოაყენა არგუმენტი ქრისტიანობის სანდოობის შესახებ, რომელიც დაფუძნებული იყო ალბათობაზე და არა დანამდვილების აპელირებაზე. მე-18 საუკუნეში ათეიზმი ჯერ კიდევ არ იყო მნიშვნელოვანი ძალა ბრიტანულ ცხოვრებაში. შესაძლოა მისი აღმოცენებას საფუძველი უკვე ჩაყრილი ჰქონდა და მისი თესლიც უკვე დათესილი იყო. თუმცა ის ჯერ კიდევ არ იყო გაზრდილი და აყვავებული. 1688 წლის დიდებული რევოლუციის შედეგად აზრისა და სიტყვის გამოხატვის თავისუფლებამ არსებული სოციალური წესრიგის მიმართ მის იმედგაცრუებას პოლიტიკურად არსებული სოციალური წესრიგის მიმართ მისი იმედგაცრუება პოლიტიკურად გამოხატა. ბრიტანელების უმეტესობა ამჯობინებდა ხოლმე ტრადიციული ეკლესიის დაცინვას, ვიდრე მისი წამყვანი იდეების სისტემატურად შელახვას. სასულიერო სატირის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ნაშრომი იყო ლორენს სტერნის ტრისტრამ შენდი, რომელიც 1759 და 67 წლებში გამოიცა.
ნაწარმოები იწყება ინგლისურ ლიტერატურაში ალბათ ყველაზე ცნობილი coitus interruptusით, სადაც მოთხრობილია ის, თუ როგორ აწყვეტინებს ტრისტრამის დედა მის ქმარს ჩასახვის აქტის დროს და ეკითხება, საათის დაქოქვა ხომ არ დაგავიწყდაო. და ამ შემდეგ გასაოცრად კეთილგანწყობილი მანერით გადადის ინგლისელი სასულე პირების ნაკლისა და მანკიერების აღწერაზე, კეთილი გულის მქონე სოფლის მოძღვარ პარსონ იორკის მაგალითზე. ეს ტრადიცია ვიქტორიულ პერიოდშიც გაგრძელდა. მიუხედავად იმისა, რომ მღვდლები კლავაც კეთილგანწყობილი იუმორის ობიექტია, როგორც ეს ენტონი ტროპოლის ბარჩესტერის ქრონიკებში აღწერილი, ბევრ ავტორს გაცილებით სასაცილოდ მიაჩნდა საერო პირების ოდნავ უაზრო რელიგიური შეხედულებები. უილკი კოლინზის შედევრი თვარის ქვა დაწერილი 1868 წელს გვაცნობს ქალბატონ დრუსილა კლაკს პროტესტანტული სექტის განსაკუთრებით მომთხოვნმინდევარს, რომელსაც უდაოდ საქებარი ზრუნვა აქვს მის გარშემო ყოფთა მოქცევაზე. ამ მიზნით მის კლაკი თანატარებს პატარა ჩანთას, რომელიც სავსეა შესაბერისი რელიგიური ტრაქტატებით, რათა მოახვიოს თავს მის ნათესავებს, მაგალითად დეიდას, ლედი ვერნიდერს. კოლინზი დიდ სიამოვნებას იღებს მკითხველებისთვის განსაკუთრებით დახვეწილი ტრაქტატის სახელწოდებად გველი სახლში, სადაც მოთხრობილია ის, თუ როგორ გვიმწყდეს ბოროტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების ყველა ერთი შეხედვით უდანაშაულო ქმედებაში, ლაპარაკია სატანაზე. მისი თავები მოიცავს დეტალურ განხილვას ისეთ თემებზე, როგორიცაა სატანა თმის ჯაგრიში, სატანა სარკის მიღმა, სატანა ჩაის მაგიდის ქვეშ. თუმცა ყველაზე მეტად ძაფრი ჭერმეტყველების ერთი უწყვეტი აფეთქება არის თავი, რომელიც ეხება სატანას დივნის ბალიშების შორის. ქრისტიანობის კრიტიკის გავლენის ჩახშობის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო პიეტიზმის ზრდა მე-18 საუკუნის ბრიტანეთში. პიეტიზმი პროტესტანტული რელიგიური მოძრაობა იყო, რომელიც მე-17 საუკუნის გერმანიაში წარმოიშვა. ბევრი გერმანელი პროტესტანტი შეწწუნებული იყო ლუთერანული ეკლესიის მიერ ჩვეულებრივი ქრისტიანობის ცხოვრებისეული გამოცდილების გააზიარების უნარობით. ლუთერანული თეოლოგია, როგორც ჩანს, შუა საუკუნეების სკოლასტიკის ყველაზე ცუდ მახასიათებლებს ბაძავდა და თეოლოგიურ დებატებში იყო ჩართული იმ საკითხებზე, რომლებიც ასე თუ ისე არავის არ აინტერესებდა. ისეთი მწერლები, როგორიცაა ფილიპ იაკობ სპენერი 1635-1705 ხას უსვამდნენ პირადად შერჩეული რწმენის მნიშვნელობას, რწმენას, რომელიც სასიცოცხლოდ იყო დაკავშირებული ინდივიდის გამოცდილებასთან. ეს მოძრაობა ბრიტანეთში 1730-იან წლებში გავრცელდა, განსაკუთრებით ჯონ და ჩარლზ უესლების მსახურების მეშვეობით, რომლებიც იყვნენ მეთოდისტური მოძრაობის დამფუძნებლები. აქ მათთან ჩვენ კვლავ ხვდებით ხაზგასმას რწმენაზე, როგორც ცოცხალი ღმერთის გამოცდილებაზე, რომელიც მორწმუნის ცხოვრებაში პირადი რეალობის სახით არის ცნობილი. პიეტიზმი არსებითად ქრისტიანული რწმენის პრივატიზებული ფორმაა, რომელიც მის ინსტიტუციურ ასპექტებს ამცირებს. უესლებისთვის სწორედ ინდივიდის თავისუფალი გადაწყვეტილება მონანიებისა და სულში ქრისტეს შეშვების შესახებ, რაც უზრუნველყოფს ხსნის იმედს. ადამიანის გული არის საბოლოო სამოთხის კარიბჭე, რადგან თავად ინდივიდს აქვს საბოლოო გადაწყვეტილება შევა თუ არა იგი ზეციურ სამყაროში. ეკლესიის ინსტიტუტი კი ამ პროცესში კრიტიკულ როლს არ თამაშობს, რაც არ უნდა ღირებული იყოს ის შემდგომში, როგორც სამწყსო მხარდაჭერისა და სულიერი კვების საშუალება. ის მაინც აქ არ იღებს მონაწილეობას ამ პროცესში. ინგლისის ეკლესია არ იყო აღფრთოვანებული ამ იდეებით და ყველაფერი გააკეთა უესლებისა და მათი სახიფათო შეხედულების მარგინალიზაციისათვის. მაგრამ მიუხედავად ამისა, ამ მოძრაობამ, რომელსაც ტრადიციული ეკლესია საფრთხედ მიიჩნევდა, გაანეიტრალა მისი არსებობისათვის პოტენციურად უფრო დიდი საფრთხე. პიეტიზმმა შესაძლებელი გახადა დამკვიდრებული ეკლესიის, ანუ ტრადიციულ ეკლესიაზე ანგლიკანიზმზე ლაპარაკი, როგორც ინსტიტუტის კრიტიკულად განწყობის შენარჩუნება. ამავდროულად იმ რწმენის განცდისა და დაფასების შენარჩუნება, რომელსაც ის განასახიერებდა. მე-18 საუკუნეში ბრიტანეთში გამოცდილების რელიგიის აღზევებამ მნიშვნელოვნად შეასუსტა ამ პერიოდში განვითარებული რელიგიის კრიტიკა. პიეტიზმმა აღადგინა კავშირი რელიგიასა და ინდივიდუალურ სუბიექტურ ცნობიერებას შორის, რამაც უზრუნველყო მისი როგორც ცოცხალი რეალობის განცდა. ადამიანები ნაკლებად აკრიტიკებდნენ რწმენას, რომელიც მათთვის რაღაცას ნიშნავდა.
ევროპის სხვა ნაწილებში სიტუაცია საკმაოდ განსხვავებული იყო, განსაკუთრებით საფრანგეთის კრიტიკულად მნიშვნელოვან შემთხვევაში. პიეტიზმი პროტესტანტული ქრისტიანობის ფარგლებში განვითარდა, რომელიც ცდილობდა გონებისა და გულის ხელახლა დაკავშირებას. ცოცხალი რწმენის მეშვეობით. თუმცა საფრანგეთი რომის კათოლიკური ქვეყანა იყო, სადაც პიეტიზმმა პრაქტიკულად არანაირი გავლენა არ მოიპოვა. არც ამ მოძრაობის კათოლიკური ეკვივალენტი არსებობდა. მიუხედავად იან სენისტების ცდელობისა, ეს ბერების მიმდინარეობა იან სენისტები. ხელი შეწყოთ პირადი რელიგიისადმი მათი მიდგომით. მე-17 საუკუნის ბოლოს იეზუიტების წარმატება იან სენიზმის ჩახშობაში შეიძლება განვიხილოთ როგორც საკუთარი დამხობის საფუძველის ჩაყრა, რომელიც მოვა მთელი საუკუნის გასვლის შემდეგ, მაგრამ უკვე ფრანგი რევოლუციონერების ხელით. მე-18 საუკუნის რადიკალურმა ახალმა იდეებმა მნიშვნელოვანი წინააღმდეგობის გაწევის გარეშე შეძლეს აყვავება ფრთების გაშლა. შედეგები, როგორც ამას მერე ვნახავთ, ძალიან დრამატული იყო. ეს იყო იმდენად დრამატული, რომ ისინი უნდა განვიხილოთ როგორც ათეიზმის ოქროს ხანაში გადასვლის ნიშანი. ეს არის ჩვენი დღევანდელი, მადლობა მოსმენისათვის და ჩვენ მერე განვიხილავთ უკვე საფრანგეთის რევოლუციას. მომავალ შეხვედრამდე.